მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს 7 სექტემბერი 2011 წელი. სულ მალე დაიწყება სასწავლო წელი საბერძნეთში. ჩვენი ბავშვები, საქართველოს ბავშვები ჩაებმებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისევე როგორც მათი მშობლები. მე ვუსურვებ მათ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში, თავიანთ მოღვაწეობაში. რა თქმა უნდა, საბერძნეთში არა ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანმა მიაღწიოს დიდ წარმატებებს. ესაა გამოწვეული ეკონომიური კრიზისით, რაც საბერძნეთში მძვინვარებს და ჯერ კიდევ არავინ არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება და როგორ იქნება ეს სიტუაციები. და სამწუხაროა კიდევ ის ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს მიბმულია საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისთან, რომ ბევრი ქართველი უკვე ტოვებს საბერძნეთს და მიემგზავრება ბევრი საქართველოში და ბევრიც სხვადასხვა ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ასე შემდეგ. რაც მე ვიძახდი უკვე ხმამაღლა 4 წლის წინ, რომ საბერძნეთში დაიკარგა ძალიან დიდი დრო ქართული დიასპორისთვის, რომ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ამას კოორდინაციას გაუწევდა. წერდი იმასაც, რომ რაც დრო გადის ქართული დიასპორა კარგავს იმ ძალებს და შედეგები გვექნება სულ მალე სახეზე. იმიტომ რომ კარგად ვხედავდით, რა ხდებოდა საბერძნეთში, როგორ ეკონომიკურ კრიზისში ეხვეოდა საბერძნეთი. ზოგი შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომელიც ადრეც უთქვიათ სხვებსაც, თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რა შეგვეძლო გავუკეთებინა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვეძლო ძალიან ბევრი ღირების გაკეთება, ძალიან ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ამ ადამიანებს ხარში ამოდგომოდით და ვეუბნებოდი კიდევ ასეთ რაღაცას ქართულ საზოგადოებას, რომ როდესაც თქვენ ქართული დიასპორის გასაძლიერებლად გენანებათ 1 ევრო და არ შეიძენთ ქართულ გაზეთს, რომელიც გამოდიოდა, თქვენ უფრო მეტი დაგიჯდებათ და უფრო მეტი გიჯდებათ და გიჯდებათ ათასობით. ამიტომ შეეცადეთ, რომ ხარი დაუჭიოთ ქართულ ორგანიზაციას, ძლიერ ორგანიზაციას, რომელიც შემდგომში ხარში ამოგიდგებათ. სამწუხაროდ ეს არ იქნა გაგებული. რის შედეგებსაც ვიმკით და სამწუხარია, როდესაც ასეთი რაღაცები ხდება. ადამიანები ტოვებენ სიდუხჭირის გამო იმ ადგილს, სადაც უკვე ასე თუ ისე მოერგნენ, მუშაობდნენ, რაღაცას მიაღწიეს და მიდიან გაურკვეველი მიმართულებით. მე საერთოდ ამ ყველაფერზე ძალიან ღიად ვსაუბრობ და ვესაუბრები ბევრს ინტერნეტის საშუალებითაც, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ბედავენ, რომ ჩამერთონ Skype-ით და ვისაუბროთ ეს ჩვენი საუბრები. გადავიტანოთ დიალოგის რეჟიმში. შეიძლება ბევრი მეთანხმება კიდევაც, ბევრიც არც მეთანხმება, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, რომ ან მეთანხმება, ან არ მეთანხმება.
თავარია გაიმართოს დიალოგი და ამ დიალოგში უკვე ნაბიჯ მივყვეთ თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს. და ამ პირდაპირი საუბრებით, რაც მე მჩვევია, რა თქმა უნდა, ბევრს არ მოსწონს. ბევრი ასე თუ ისე არ ვიტყოდი მამ ტრებათ, მაგრამ უკმაყოფილოც არის ამ ჩემი საუბრებით. რატომ საუბრობ ასე პირდაპირ, რატომ არ შეიძლება დამალვა, არ შეიძლება პირდაპირ თქვა ასე და რაღაცნაირად სხვანაირად ისაუბრო, მეუბნებიან ამასაც, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯობია პირდაპირ ვისაუბროთ და ჩვენი პრობლემები გამოვხატოთ პირდაპირ, გამოვხატოთ სადაა ჩვენი სისუსტე და სადაა ჩვენი სიძლიერე. და სადაცაა სისუსტე, იმ რგოლს მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება, რომ გავაძლიეროთ შემდგომში. მე რა თქმა უნდა, Facebook-შიც მესაუბრებიან ადამიანები და დავდე ასეთი რაღაც, რომ რუსეთის საკონსულოსთან არ იყო საკმაო რაოდენობის ადამიანები აქცია, რომელიც ჩატარდა აგვისტოს თვეში და შეიძლება რა თქმა უნდა არც დამეწერა და ასე ჩავლილი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ჩემ თავს ვთვლი პასუხისმგებლად. მე მგონი სხვებმაც უნდა ჩათვალონ თავიანთი თავი პასუხისმგებლად. მე იმიტომ კი არ დავწერე, რომ გამიხარდა და რომ არ იყო. მე უბრალოდ შემცვა ბერძენი პოლიციელების თვალწინ, რუსეთის საკონსულო, რომლებიც გვიყურებდნენ და აკონტროლებდნენ, რა თქმა უნდა, მაგათ მშვენივრად იცოდნენ, თუ რამდენი ადამიანი იყო გარეთ. და ესე წამოგაძახებენ მე შემდეგში, აი ეს ხარ თქვენ, აი ეს ხარ თქვენ ქართული საზოგადოება და ქართული დიასპორა და რა გინდათ გააკეთოთ? მე მგონი ცოტათი უნდა გამოვფხიზდეთ და უნდა პასუხისმგებლობა უნდა შევიქცნოთ. რა თქმა უნდა, ზოგი არ მოვიდა, არ ეცალა, მუშაობდა, ზოგი ვიღაცის გამო არ მოვიდა, ზოგს ვიღაცის უფროსობა არ მოსწონს, აი ის რო აკეთებს ვიღაცა და რატომ უნდა მივიდე მე, ხო? და ამასობაში ხო ზუსტად ფუჭდება საერთო საქმე. ფუჭდება ძალიან დიდი საქმეები და ჩვენ გვიყურებენ ძალიან არასერიოზულად. და მე როგორც პირადად ჩემი ქვეყნის შვილს, ჩემი ქვეყნის მოქალაქეს სხვენია იმიტომ, რომ ასეთ რაღაცები არ ნახდებოდეს. მე სიამაყით უნდა შევხედო იმ ბერძენ პოლიციელებსაც, იმ რუსეთის საკონსულოსაც, რომ ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ ძლიერები ვართ. მხოლოდ ასე გამოიღებს შედეგს ჩვენი ნაბიჯები. ზოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ შენ რატო არ ერევი პირდაპირ ქართულ დიასპორაში და რატომ არ იღებ შენ თავზე ამ ყველაფერს.
უნდა გითხრათ, რომ მე შევეცადე სხვათა შორის ჩემ თავზე ამეღო ბევრი რაღაცები, მაგრამ მივიღეთ უცბად მომენტალურად ზურგში დარტყმები. და ქართული საზოგადოებას კიდე და ძალიან ბევრს კიდევ, ვისაც უნდა რაღაც დიასპორის შექმნა. წარმოუდგენიათ ისე, რომ ლიდერი არ სჭირდება. ლიდერი სჭირდება, ლიდერი ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ჩვენ უნდა მხარი დაუჭიროთ და ვიღაცამ რაღაცა ორგანიზაცია გააკეთა, დაირქვა დიასპორა და სათვისტომო, ეს არის დანაშაული. და ქართული საზოგადოებაც უნდა მიხვდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ ყველა ორგანიზაციას სჭირდება თავი. და ეს თავი უნდა ავირჩიოთ ჩვენ თვითონ. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიყო რაღაც თავი ქართული დიასპორის. მე მინდა ვიყო რაღაც ნაწილი. და რატომ არ მაქვს სურვილი, იცით? და ვიცოდი ეს მე ძალიან კარგად შვენივრად მესმოდა, რომ თუ მე ავიღებდი ჩემ თავზე რაღაცას, უცბად გამოჩნდებოდა ადამიანები, რომლებიც დაიწყებდნენ განკიქებას, ვინ არის ახლა ეს, რას წარმოადგენს, საბერძნეთში რა გვარითაა, იქნებ ქართველიც არაა, იქნები სხვა რელიგიას წარმოადგენს. ეს იყო ეს ლაპარაკები. და დაბალ დონეზე კი არა. ცოტა მაღალ დონეზეც. ელჩის დონეზეც. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ და გეუბნებით, რომ მე არანაირად არ მაქვს სურვილი, რომ ვიყო თავი რომელიმე ქართული დიასპორის. მაგრამ მე შემიძლია ხარში დავუდგე ქართულ დიასპორას და დავეხმარო გაძლიერდეს და ამით ვიემაყო შემდეგში. ამიტომ რაც უფრო მალე მიხვდება ქართული საზოგადოება მას, ძალიან კარგი იქნება. მე ვიწევ ყველა ქართული დიასპორების ხელმძღვანელებს, თუ მონაწილეებს, თუ პრეზიდენტებს, არ ვიცი, რას ირქმევენ, უკვე აღარ ვიცი. ვიწევ ამ დიალოგში ჩავერთოთ პირდაპირ საუბრები და გქონდეს ეს საუბრები თუ რა გვინდა საერთოდ. დიდი მადლობა.